პარტია ხალხისთვის ლიდერი ანადოლიძე გვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პოლიტიკაში, ბრძოლის ჯერ სამოქალაქო სექტორიდან, შემდეგ უკვე როგორც პარტიის ხელმძღვანელს და ანა ნამდვილად არის ის ადამიანი, ვიზეც მაგალითად დღევანდელი ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან განსხვავებით ვერავინ დასვამს კითხვას, რას აკეთებდი მაშინ წინა ხელისუფლების დროსო. ანა, როდესაც მადლობა პირველ რიგში რომ ხარ ჩვენი სტუმარი, როდესაც იდექით ხოლმე ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ საპროტესტო აქციებზე იყავით ძალიან აქტიური, მაშინ თუ შეგეძლოთ განგესაზღვრათ, რომ იმ მასშტაბის რეპრესიების დრო დადგებოდა ამ ქვეყანაში და ის რეალობა, რაც გვაქვს დღეს და რა შეფასებას აძლევთ ამ ყველაფერს, გულშინ ალბათ ნახეთ, რაც ხდებოდა დედაქალაქის შუაგულში და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნაცემები არიან ადამიანები, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს კვლავ დაჭერილ ლექტორები, ახალგაზრდები, დიდები, პატარები უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო უკვე ამ რეპრესიებმა. თქვენი რეაქცია? მოგესალმებით, ინგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია, შემზარავია და სამწუხაროა ამ ყველაფრის ნახვა. ამ ტიპის მართლა ამ მასშტაბის და თან ყველა დონეზე აქტივისტი იქნება, პარტია იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მასწავლებელი იქნება, პენსიონერი იქნება, ასაკოვანი ადამიანი თუ 21 წლის ბავშვი, ყველა ადამიანებზე ესეთი მასშტაბური რეპრესიები, რა თქმა უნდა, სამწუხარო სანახავია. რეალობა გასაგებია, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ხელისუფლების მიტოვება. ამავე დროს, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის შემდეგ არის განსაზღვრული და სავარაუდოდ იქიდან შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, არის დავალება, რომ საქართველო უნდა იყოს რუსულ ბანაკში. და შესაბამისად ჩვენთვის გეოპოლიტიკური ვითარებაც აი ამ ვითარების გახსნისთვის, გათავისუფლებისთვის საქართველოსი გეოპოლიტიკური ვითარებაც მნიშვნელოვანია შიდა აქტივისტებთან ერთად. მე ვისურვებდი, თქვენ მეკითხებით შევადაროთ წინა წლების გამოცდილებას. არა, უბრალოდ თუ წარმოიდგენდით, თქო, არაფრის შედარებას არ გთხოვთ. აი თუ წარმოგედგინათ, რომ დადგებოდა ასეთი დრო, მაგალითად მე გუშინ, როდესაც ტელევიზორში ვუყურებდი, რაც ხდებოდა, ხო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს როგორ აკავებდნენ, რამდენი ადამიანი დაიჭირეს, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ რუსეთის სხვა რა არის, თუ არა ეს, რომ საპროტესტოდ ქუჩაში გასულ პროფესორს ქალს იტაცებ მიყავს და დღეს ვიგებთ, რომ მას აქვს დალურჯები. მეტი რა არის რუსეთი? აი ამ რეალობას თუ კი როდესმე წარმოიდგენდით, რაც ეხლა ჩვენ გვჭირს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ნანახი ერთი გადმოხტომა გეოპოლიტიკური, გადმოხტომა ხოთ მეორე მხარეს, ანუ რუსეთის კალათიდან, დასავლეთისგან ეს გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ. და ეს არის მეორე გადმოხტომა, ანუ გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება, მაგრამ ცვლილება უარესობისკენ. რა თქმა უნდა, ის ხელწერა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რუსული ხელწერაა, თუმცა მე იმედი მაქვს და იმედი მექნებოდა იმ ქართული შინაარსის, რომელიც მეტი მინდა დავინახო და ეს ქართული შინაარსი არის მეტი სოლიდარობა. ნახეთ, სასამართლო დარბაზებში, როდესაც მივდივართ, ჩვენ სანამოქალაქეებს რო ასამართლებენ, ზუსტად ამის ეჩინია სხვა საერთაშორისო მოსამართლეებს და იმ ცვლილებებზეც მინდა ვისაუბრო. რატომ შეაქვთ კიდევ მორიგი წყება ცვლილებებისა? იმიტომ რომ როგორც ჩანს, კლანი და მოსამართლეები არიან სერიოზულ დისკომფორტში. სერიოზულ დისკომფორტში. რა გაძლევთ ამის თქმის? იმიტომ ნახე, მე ფიზიკურად ხო ვუყურებ ამ პროცესებს. ისინი აუდიტორიის დასწრება ის რითაც ჯერჯერობით განსხვავდება ყველაფერი სამ ტროიკის სასამართლოებისგან და რუსული სასამართლოებისგან, ხო? აუდიტორიებში ხალხი ესწრებიან კომაგები, მეგობრები, აქტივისტები და სწორედ ამიტომ მიდის კიდევ ჩაკეტვა, იმიტომ რომ მოსამართლეები არიან ადამიანები, არ დაგვაგვისდეს. ძაძამია, აი ეს ეხლა რო გავიდა საკრებულოდან, ხო? პატარა ლუკა ძაძამია. კი, აი ლუკა ძაძამია. აქციის ყოფილი მონაწილე და მერე ქართულ ოცნებაში შესული და დღეს მოუწია რომ დაეტოვებინა. ხო, რატო გავიდა? რატო გავიდა? რატო წავიდა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი ემიგრაციაში? რატომ წავიდა? იმიტომ რომ ჩვენთან რუსული ვითარებისგან განსხვავებით ბევრად მეტია სოლიდარობა. კიდე მეტი უნდა იყოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ძაძამია სოლიდარობის გამო წავიდა? მე მაქვს ამაზე ჩემი აზრი. ივანიშვილის პარტიაში ისეთი ამბავი ატყდა, როდესაც ეს პატარა ბიჭი ლუკა ძაძამია წარადგინა კახა კალაძემ როგორც საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ისეთი ამბავი ატყდა, რომ თავადვე მოუხდათ, რომ ეთქვათ, ალბათ უნდა წახვიდეს საკრებულოდან. თქვენ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება სოლიდარობამ წაიყვანა? ის წაიყვანა წნეხმა, რომელსაც იწვევს სოლიდარობა და რომელსაც იწვევს ამ საზოგადოებაში
არსებული მორალური სტანდარტი. თქვენ ვერ აწია ეს თვით. მე არ გამოვრიცხავ თქვენ რასაც ამბობ და ესეც ზუსტად მეხმარება იმის თქმაში, რომ თუ ქართული ოცნება რამენაირად კიდევ უსმენს თავის ამომრჩეველს, ხო, ითვალისწინებს. მაშინ უკაცრავად რატომ არ გაასამართლა ზურაბადეიშვილი ბუტარობაქიძის საქმეში? ეს ხომ თეთრი ძაფებით პირიქით, შავი ძაფებით შეკერილი თეთრი საქაღალდეა. როგორ, ესე იგი, ადამიანებო, იქიდან ბუტარობაქიძის საქმეში, რომელიც ძალიან კარგად ვიცი, იქიდან გამოშიგნა ეს საქმე ერთი ადამიანის მიუსაჯა და ზურაბადეიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის არქიტექტორი, მის პასუხისგებლობაზე მისი ბუტარობაქიძის დედის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი ძალის ია მეტრეველის უკმაყოფილების მიუხედავად არაფერი არ გააკეთა. რატომ თქვენი აზრით? ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩემი ვერსია მაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, თავიდანვე მოხდა გარიგება და შერიგება ბიძინა ივანიშვილსა და მურუსიძის კლანს შორის. გარკვეული შეიძლება ინფორმაცია, გარკვეული ფაქტი არის დადებული ზურაბადეიშვილთან, რის გამოც თეა წულუკიანმა, რომელიც ახლა იმალება, ვინ უნდა გასცეს პასუხი თუნდაც ოცნების ამომრჩეველს, რატომ ეს ადამიანები არასოდეს არ წარდგნენ მარსეჯულების წინაშე. თეა წულუკიანი, რომელიც ამდენი წელი იუსტიციის მინისტრი იყო. ანუ რას მეუბნებით, რომ ზურაბადეიშვილი და ივანიშვილი გარიგდნენ? არა, მე ვამბობ, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ ვიტყვი და ამით განსხვავდები. მაგრამ ის ძალიან კეთილგანწყობით საუბრობდა ადეიშვილზე, ყოფილ მთავარ პროკურორზე თუ გენერალურ პროკურორზე, ეს იცის მთელმა ქვეყანამ. მთელმა ქვეყანამ იცის მისტირო და მის ნიჭს და მე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ განსხვავდები მე სხვა, თქვა, პოლიტიკოსებიდან დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შეგვიძლია დავსვათ კითხვები, როგორ ვერ მოხერხდა კონკრეტულად ზურაბადეიშვილის გადმოცემა თეა წულუკიანმა უნდა გასცეს ამას პასუხი თავისი ამომრჩევლების საპასუხოდ. და აგერ დღეს მოხდა, ხო, თელ საქმეში ბრალდებულების ერთობლიობა, იქიდან აყავთ ერთი, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი, მას აგებინებენ პასუხს და დანარჩენზე არაფერი. თვითონ მისივე ამომრჩეველი, ოცნების არა მარტო ამომრჩეველი არა, ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა, ბუტარობაქიძის დედა არის უკმაყოფილო. ანუ თუ ქართულ ოცნებას აინტერესებს თავისი ამომრჩეველი, მაშინ უცხოელების და ემიგრაციის საკითხიც უნდა გასცეს პასუხი, იმიტომ რომ მის ამომრჩეველსაც ძალიან ადარდებს რა ხდება ქვეყანაში. თქვენი შეფასება მაინტერესებს, თქვენ ძალიან ემოციური ხართ ხოლმე ყოველთვის, როდესაც ემიგრანტებზე საუბრობთ. მე მახსოვს ჩვენი ერთი ინტერვიუ, სადაც ყვებოდით, რომ დედა ემიგრანტი იყო და წლების განმავლობაში ემიგრაციიდან ის ზრუნავდა თქვენზე, ხო? ანუ აი, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, როგორ ფიქრობთ? ემიგრანტები. ეს გადაწყვეტილება არის უკვე მოუსწავლეთში, ინტელექტუალურად მოუსწავლეთში გასული ხელისუფლებისგან. არითმეტიკულად ციფრები ერთმანეთში არ ჯდება. 34,000 ადამიანმა მხოლოდ 34 და რაღაც ეს ნინო წილოსანის სამარცხვინო ერთი ემიგრანტი დედა ჯობია მთელ ნინო წინოსანს თავისი მოპარული მილიონებით, რომელიც სახელმწიფოს და ზუსტად ჩვენი ემიგრანტებს მოპარა. რის გამოც ჩვენი ემიგრანტები არიან უცხოეთში? ზუსტად იმიტომ, რომ ნინო წილოსანის ოჯახის შემადგენლობა სადაც უნდა იქ მიჩივლოს მაგან. აი, სადაც უნდა იქ მიჩივლოს. ფეხით მივალ და აი ამ კლანის სასამართლოში დავამტკიცებ და ვილაპარაკებ იმაზე, როგორ მოკპარეს, პირიდან ამოგვაცალეს ის ლარები, რის გამოც ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში მუშაობენ. და ისინი ამ ხალხს ეუბნებიან, რომ ჩამოდითო, ნახეთო, საკუთარი თვალით შეადარეთო ქვეყანაში რა ხდებაო? რატო არიან ეს ადამიანები უცხოეთში? იმიტომ რომ ჯანდაცვა ვერ გაკეთდა ამ ქვეყანაში. სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელი არ არის და სახლი უნდა გაყიდო, საკუთარი ტირკმელი უნდა გაყიდო, რომ ბავშვს სიმსივნე უმკურნალო. ამიტომ მიდიან და ბარდებიან საფრანგეთში და ამ ხალხს ეს ხელისუფლება კადრებს, რომ ადექითო 3-4 დოლარი გადაიხადეთო. ჯერ ეს ერთი იქიდან დავიწყოთ, შრომითი უფლებების მდგომარეობა კარგი არ არის ჩვენი თანამოქალაქეების, ხო? ხელები უნდა ვუკოცნოთ. ყოველ წელს 4 მილიარდი დოლარი შემოდის ემიგრაციიდან საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ეს 34,000 ადამიანი, რომელიც შარშან არჩევნებზე მივიდა, მათ შორის ოცნების მომხრეები, აი იტყვიან, რომ გამიხმეს ის ხელი, რომელმაც ქართული ოცნება შემოხაზა ბიულებს. რატომ გადაწყვიტეს თქვენი აზრით, რომ ემიგრანტებისთვის აეკრძალათ უცხოეთში საარჩევნო უბნებზე მიეცათ ხმა? რატომ ეშინიათ, რომ შეიძლება ეს 34,000 ორჯერ ან სამჯერ 34,000-ად გადაქცეულიყო იმ ყველაფრის ფონზე, რაც თუნდაც საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ხდება ამ ქვეყანაში? საქმე იმაშია, რომ
ვითარება ქართული ოცნებისთვის სახარბიელო არ არის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ. ჩვენ ვართ უმრავლესობა. ჩვენ ვართ უმრავლესობა ინგა. გინდა მოაკლონ, გინდა მიაკლონ, გინდა ციხეში ჩასვან, რაც უნდა გააკეთონ. უმრავლესობა ქართული კულტურის საუკუნოვან, ქართველი ერის საუკუნოვან არჩევანს, რომ ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი, ეს ვართ უმრავლესობა. ეხლა ვიღაცა ზის Excel-ის კომპიუტერთან, Excel-ის ფაილი აქვს გახსნილი და ცდილობს რომ მიუმატოს და მოაკლოს ისე, რომ ეს უმრავლესობა აღარ გამოჩნდეს. ამიტომ მოგვაკლეს 40,000 თუ მეტი, რა თქმა უნდა მეტი, 1,5 მილიონი ჩვენი თანამოქალაქეა უცხოეთში და ყველამ რომ მოინდომოს და ხმამისცეს და იჭმე ხო არ გეპარებათ, რომ ეროვნული მობილიზაცია რო გამოცხადდეს და ქვეყნის გადარჩენის საკითხი რო დადგეს, რიგები დადგება ნიუ-იორკშიც და ტოკიოში, სადაც არიან ქართველები, ხო? ამიტომ ამისთვის გაკეთდა ეს, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად არის აბსოლუტურად მათი პერსპექტივიდანვე გაუმართლებელი. უფრო გააბრაზებს ხალხს 100,000-ობით ადამიანს, რომელიც ოჯახს უგზავნის ყოველ თველ ფულს 500-600 ევროს, რომ მან იცხოვროს. მოაყოლებს ბრძანებას, რომ არ გაბედოთ, ლურჯი ფერი საერთოდ ამოიღეთ პალიტრიდან ქართული ოცნების ფერს გულისხმობ. აი უყურეთ როგორ წეღავთ თქვი რომ ჰაერი უფრო და უფრო მძიმდება თქო საქართველოში. ანუ რადგან საუბრობთ მით უმეტეს ემიგრანტებზე, ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები. 24 რიცხვში ჩვენ უნდა გავიგოთ კრედიტ სუისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და თუ ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილს კვლავ არ ექნება უფლება საკუთარ თანხებზე საკუთარი თანხების განკარგვის, მაშინ ამ შემთხვევაში მისი ადვოკატი ავრცელებს დღეს განცხადებას ივანიშვილი დარწმუნდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ რეალური არ არის, ვინაიდან ივანიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური დევნის და შანტაჟის მსხვერპლი არის Deep State-ისგან თავად. ანუ რაც უფრო მეტად რთულდება მისი პირადი ინტერესების დაკმაყოფილება და გადაწყვეტილება მისი კონკრეტული თანხების თაობაზე, ან რაც უფრო აქტიურად მას ესმის განცხადებები მის სავარაუდო დასანქცირებაზე, მძიმე სანქციების შესახებ, მით უფრო მეტად მძიმდება სიტუაცია საქართველოში. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? ანუ აი ველოდებითო, 24 რიცხვს ველოდებითო, რა პირდაპირ ამბობს ბატონი ივანიშვილის ადვოკატი. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოსავალი რაში, ანა? რატომ გიშავთ? არ არის ეს რიტორიკული კითხვა. აი მესმის, რომ ძალიან რთულია კონკრეტული პასუხი, ეხლა პირდაპირ ეთერში გამცეთ, მაგრამ პარტიები უნდა აიკრძალოს. ახალი საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ წაყენებული. უმრავლესობა უკვე ციხეშია, უმძიმებენ და უმძიმებენ. ვინც გარეთაა, მათზე კიდევ აღიძრა ახალი საქმეები და გირაო გადაიხადეს თუ არ გადაიხადეს, არანაირი გარანტია არ აქვთ, რომ უკან ციხეში არ მოხდებიან. აი ამ რეალობაში თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? თქვენ არ ხართ ასაკრძალთა სიაში, აბა მითხარით გამოსავალი როგორ წარმოგიდგენთ? დიახ, დავიწყოთ იქიდან, რომ ვიმყოფებით სოლომონ ბრძენის ამბავი რომ არის ბიბლიაში, ხო გახსოვთ, ორი დედა, ნამდვილი დედა და თვითმარქვია დედა, რომელიც ბავშვს გაგლეჯს. ამ სიტუაციაში ვართ. ანუ ჩვენ ამ ქვეყნის პატრიოტები ვინც ვართ, ჩვენ ქვეყანაზე გული შეგვტკივა, არ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, შემიძლია ჩამოვთვალო, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ არ ვაკეთებთ, არ ვითხოვთ, იმიტომ რომ ქვეყანა დაზიანდება, არა ვიღაცა მოწინააღმდეგე. იქით ამ ხარე, აი ამ ბავშვს, რაც არის საქართველო, აწვალებს რეალურად შუაზე ხლეჭს, იმიტომ რომ თავისი ინტერესით დაიკმაყოფილოს. აქ ვართ. ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი ამოიღებს თავისი გუნდიდან. ვულოცავ ყველას, ვინც წლების განმავლობაში ბავშვების, ფაფების ფული მოიპარა სკოლებიდან და ბაღებიდან. მათ ყველას მე გეტყვით ახლა რა ხდება. ყოველთვის ფიქრობ, მათ თავისი გაჭირვებიათ, როგორც დღეს მოსამართლე. ისინი მიიტანენ ამ ფულს. გარებაშვილს თავისი გაჭირვებია. ხო, არა, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ წლების განმავლობაში სულ მაინტერესებდა. აუდიტის სამსახური რატო წერს ძალიან დაწრილებით ანგარიშებს ეს აუდიტის სამსახური ამ ხელისუფლების კორუფციასთან დაკავშირებით. აი რომ ჩაიხედოთ, კარგად დაინახავთ, სად იპარებოდა ფული და რამდენი და როგორ.
აი ახლა აი ამ 2 მილიარდის ამოსაღებად ზის ხალხი კანცელარიაში თუ სადღაც და მიადგებიან ყველას, ყველა ფედერაციას, ყველა ვისაც ფული უშოვია. ვისაც ფული უშოვია, ამ ფულს ის ამოიღებს თავისი ხალხისგან და აქ იმალება დიდი გაკვეთილი ძაძამიებისთვის და რაჟდენებისთვის. ნუ გამოაყენებინებთ თავს რეჟიმს, იმიტომ რომ ისინი არიან აი ესეთი დროებითი მეორადი მოხმარების ობიექტები. როდესაც რეჟიმს არ დაჭირდება კოლექტიური ძაძამია, ის მას გადააგდებს. ეს ერთი გამოსავალი რაშია? რა თქმა უნდა, დღეს ვითარება ყველასთვის ძალიან ცუდია, ჩვენ გამოსავალი ერთადერთი თავისუფალი შეჯიბრებითი ვითარება, სადაც ხელისუფლება წყნარად მშვიდად დასავლეთის ჩართულობით გადააბარებს ხელისუფლებას. გამეცინა ეხლა რას ლაპარაკობთ? რა გადააბარებს წყნარად მშვიდად ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან და ციხეები გადაავს ეს პატიმრებით და პლუს ამისა რა ეთყობა ეხლა ოცნებას რომ ის შეიძლება იყოს მზად და მათი ბელადი ხელისუფლების წყნარად მშვიდად როგორც თქვენაო თანაც დასავლეთის დახმარებით იმიტომ რომ აი ამ განცხადებაში იცით რა წერს მისი ადვოკატი რომ ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების იგივე Deep State-ის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა, ძალაუფლება მიიტაცა, ივანიშვილი მათგან დისტანცირდა და ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო, ანუ ბიძინას დისტანცირება წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზან მიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დაბლოკავა და თქვენმე ეხა ვერსიად მთავაზობთ, რომ ესეთი არჩევნები შეიძლება ოდესმე ამ ქვეყანაში ჩატარდეს, რომ დასავლეთის ჩართულობით მშვიდად გადააბაროს ივანიშვილმა ვიღაცას ხელისუფლება. სალსახად იმდენ მაგალითს გეტყვით, როდესაც არ იყო მოსალოდნელი ხელისუფლების გადაბარება. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ, მაგალითად სირიის. როდესაც ერთ დღეს ცოტა ხნის წინ გამოგვეყდა ინტერვიუ PR სამსახურის უფროსის. ბაშარ ალ-ასადის PR სამსახურის უფროსის, რომელიც ამზადებდა რაღაცა ღონისძიებას, დილას გაიღვიძა და გაიგო, რომ მისი უფროსი მოსკოვშია. ასეთი რაღაცეები წინასწარ გამოცხადებით და დაგეგმილად არ ხდება. ჩვენ რასაც ახლა უყურებთ, რა თქმა უნდა, ეს ესკალაციის პირობებში ვართ ჯერჯერობით, ხო? შუაში ვართ, კონფლიქტი გაღვივებულია, ორივე მხარე დაპირისპირებულია, ცუდია ეს ქვეყნისთვის. ისიც უნდა ვთქვათ, ძალიან ბევრი მექანიზმი ევროკავშირს ჯერ არ გამოუყენებია. ნახეთ, 4 სფერო არსებობს სანქციებისთვის. რო შევხედოთ რუსულ სანქციებს, მარტო 45 ბანკი არის მოხვედრილი რუსულ სანქციებში. საქართველოში ტექნოლოგიურ საკითხებს, ენერგეტიკის საკითხებს, საბანკო საკითხებს ევროპული სანქციები არ შეხებიან, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ავიღეთ აი ტორტი რო არის და მარწყვი რო ადევს, აი ეს მარწყვი არის მარტო გამოყენებული. ანუ მექანიზმი აქეთ ამხარესაც ბევრია დარჩენილი წნეხისთვის, იქით ამხარესაც შეუძლია სიგიჟეებით ჩაიდინოს. პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა. აქ ამ სივრცეში უნდა გამოიზარდონ ახალი ჯარისკაცები და ახალი გენერლები. აკრძალავენ დოლიძეს, პეტრიაშვილს, პავლიაშვილს, ქათამაძეს, რა აქვს მნიშვნელობა. უნდა ხისიერად შემოვიდნენ თამაში ახალი ადამიანები. 3,500,000 უფროსი ვართ დასრული ამ ქვეყანაში, ქალბატონო ინგა და არ მგონია გამოილიოს 100 პატრიოტი ამ ქვეყანაში, რომელიც გამოვა და არჩევნებს. ისეთი სარდლები და გენერლები მივიღეთ ამ პროტესტისგან და ყოველდღიური აღმოჩენები გვაქვს სხვათა შორის ამ გენერლების, რომ ხო, მაგაში უნდა დაგეთანხმოთ. მადლობა, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დროში გაიწელება ეს ცვლილება? ეს ცვლილება რომ გარდაუვალი ამაში გეთანხმებით, მე უბრალოდ მაინტერესებს, ანუ აი სადამდე რაც უფრო იზრდება წნეხი, რაც უფრო იზოლაციაში ექცევა ოცნება, მით უფრო სასტიკი ხდება მათი მეთოდები საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ხო, ამას გულისხმობ. მე იმის მაგალითსაც გეტყვით, ანუ კრიზისში არსებული ხელისუფლება, რომელიც ცხადად ვერ აზროვნებს, ისეთ რაღაცეებს აკეთებს, გააკეთებს და ეხლა ახალი მაგალითი არის ჯარიმები, რომელსაც ზრდიან. რატო ზრდიან ჯარიმებს და რატო გამოიწვევს ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას ადამიანების, რომლებიც 800 და 900 ლარად მუშაობენ ძღოლებად, ხო? იმიტომ რომ ეს ფული ბიუჯეტში ფული არ არის, ფული ხალხიდან უნდა ამოიღონ. ემიგრაციის საკითხი ქვეყანაში რომ მოუგვარებელია, თუნდაც საცხოვრებელი ნებართვების თემა. ადამიანებს ცხოვრება ამ ქვეყანაში უფრო გაუჭირდებათ. ცალსახად და მე მგონი კონსენსუსი უფრო იქნება, რომ როგორ უნდა დავაჭიროთ გადატვირთვის ღილაკს. დიდი მადლობა. მადლობა ანა, მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ, შეგიძლიათ